დღევანდელი ეს შეხვედრა ხა რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს არის მრავალი კუთხით საინტერესო ეს არის შემდეგი შეხვედრა იმის შემდეგ რაც კობახიძე გასული წლის დეკემბერში შეხვდა ბიზნესს და ჩვენ გავიხსენეთ რომ იქ იყო არაერთ საკითხზე საუბარი მათ შორის ზოგიერთი ბიზნესმენი საუბრობდა რომ ილაპარაკეს თავიანთ მოსაზრებებთან დაკავშირებითაც რა მნიშვნელობა აქვს სტაბილურობას ბიზნესისთვის და ბიზნეს გარემოსთვის და ამის შემდეგ როგორ იცვლება ვითარება, ხო? აი დღეს რა სურათია, ივა? მოდი აუცილებლად გავიხსენოთ. ფონზე მიმდინარეობს აღნიშნული შეხვედრა ბიზნესის წევრებთან. აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ იმ შეხვედრაზე იყო ის საუბარი, საკმაოდ მწვავედ იდგა საკითხი იმ ბავშვებთან დაკავშირებით, რომლებიც დღემდე ტყვეობაში რჩებიან. ახლა მოდი პატიმრობა არ დავათქვა და რაღაც სამართლებრივ ჩარჩოებში არ გადავიდეთ, იმიტომ რომ სრული აბსურდია ეს და მაშინ ზუსტად ვიცი რომ შიგნით არაერთმა ბიზნეს წარმომადგენელმა დააყენა მწვავედ საკითხი, რომ უბრალოდ რაც ხდებოდა ქუჩაში ეგრეთ წოდებული ცემატყეპა პირდაპირ მნიშვნელობით და ამ უდანაშაულო ადამიანების დაპატიმრება, რომ დროულად გადაჭრილიყო ეს პროცესები, მაგრამ ნუ დღეს რას ვხედავთ, რომ პირიქით, ანუ შედეგს ვიღებთ უარეს და გარდა იმისა, რომ კიდე უფრო და უფრო მეტად ემატებიან პოლიტპატიმრები, ხედავთ, რომ დამატებით ორი ადამიანი, რომელიც ძიძულებით წავიდა ბიზნესიდან პოლიტიკაში, სამაგალითოდ დასაჯა რეჟიმმა და ძალიან ისე მკვეთრად აჩვენეს თუ რა ელოდება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც წავა, თქვათ, იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რა რეჟიმში დღეს ჩვენ ცხოვრობთ. ხო, ნუ ეხლა რაზეა საუბარი? კარგია ძალიან, რა თქმა უნდა, შეხვედრები უნდა იყოს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები აუცილებლად უნდა მივიდნენ და თავიანთი აზრი დააფიქსირონ. ანუ თქვენთან სანამ მოვიდოთ 5 საათზე იწყებოდა ეს შეხვედრა, ნახე, სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო, რომ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი ბიზნესმენი არის, ბექა, აღარ მახსოვს გვარი ახალგაზრდა, არ ვიცი, რა ბიზნესშია პირველად ნახე ეს ადამიანი, სხვათა შორის, ანუ ბექა ყოფერია? ალბათ არ ვიცი, ხო, არ მინდა რომ შეცდომაში დეველოპერულ ბიზნესს თუ გულისხმობთ? ხო, დიახ, იმიტომ რომ რაღაცა უცებ არ ვიცი ნამდვილად ეხლა 30 წელი ბიზნესში ვარ, ამ მსმენია ამ პიროვნების შესახებ, რომ თურმე ისიც კი რომელიც არის აი თავიდან ბოლომდე თქვათ ქართულ ოცნებასთან შეძდილი და მეხუთვე ამბობს, რომ ესეთ ფრაზა იყო, არ ვიცი, სოციალურ ქსელში რაც წავიკითხე, ანუ რაც გავრცელდა, რომ თურმე რაღაც კრიზისი ყოფილა და გადავლახეთ. ანუ ნახეთ, ისიც კი აფიქსირებს, რომ კრიზისი ყოფილა, ანუ ვერც კი უარყო. ანუ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კრიზისი ყოფილა, რომ ეხლა კრიზისი არ არის, უბრალოდ რაღაცა გამოიყვანა თავისებურად. ამიტომ კრიზისი კი არ ყოფილა, კრიზისი დაიწყო და კრიზისი უფრო და უფრო მეტად ღრმავდება. ასე რომ რაღაც აქ რაღაც ილუზიები გვაქვს ჩვენ თითქოს და მოლოდინები გვაქვს იმის რომ ყველა ერთად უნდა გამოვიდეს, არ ვიცი, საქართველოში ვისაც ბიზნესი აქვს და ერთად ყვირილი დაიწყოს, ესე არ ხდება, მაგრამ დამერწმუნეთ რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში არაერთმა ბიზნესის წარმომადგენელმა საკმაოდ თამაღლო დაიწყო იმ პრობლემებთან დაკავშირებით საუბარი, ზოგადად რა პრობლემების წინაშეც დგავართ და რა სერიოზული პრობლემების წინაშეც შეიძლება დავდგეთ მომავალში, როდესაც ჩვენ კარი გვეკეტება ევროპასთან, კარი გვეკეტება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და როდესაც მოდის სანქციები, ანუ როდესაც ჩვენ ქვეყანაში სასამართლო სისტემა თავიდან ბოლომდე არის პოლიტიზირებული და არის ჩამორღვეული, აქ რაღაცა დამატებით უცხოურ ინვესტიციებზე საუბარი თავიდან ბოლომდე აბსურდი არის და ძალიან საინტერესო არის. ანუ ხშირად საუბრობენ, რომ აი ეს ინვესტიცია შემოვიდა, ეს ინვესტიცია შემოვიდა, ნახო რა ინვესტიცია შემოვიდა. ინვესტიცია, რომელიც მართლა უნდა შემოსულიყო და ანუ ერთ-ერთ თეზზე ხა აღარ დავიწყებ საუბარს და იქ მთელი ამბავი იყო წლების წინ ატეხილი, თუ გახსოვთ და მილიონობით დოლარი გვაქვს ეხლა დაკარგული, არ ვიცი, 10-ობით მილიონი დოლარი გვაქვს გადასახდელი სახელმწიფოს, ანუ ჩვენს მიერ გადახდილი გადასახადებით, რომელიც შეიძლება ქვეყნის განვითარებას მოხმარებოდა, ეხლა ჯარიმით უნდა უხადოთ ჩვენ მეზობელ ქვეყანას, რომელიც დებდა ამაში კოლოსალურ ინვესტიციას. ანუ აქ ხალხო დაიჯერეთ რა, ძალიან გთხოვთ, რომ სწორად გაიგოთ, აქ უცხოური ინვესტიცია საერთოდ მნიშვნელოვანი რატოა, იცით? აი მოკლევადიან პერიოდში, როდესაც დღევანდელი მართველი გუნდი მე ესე ვიტყოდი სარგებლობს იმით, რომ ეკონომიკური ზრდა არის, ყველაფერი ნორმალურად არის. როგორც კი უკრაინის ომი დასრულდება, აქ ყველაფერი იქნება ძალიან მძიმედ. იმიტომ რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ზოგადად თუ რაღაცა სტაბილურობა არის ამ ქვეყანაში, პირდაპირ პროპორციულად არის მიბმული სამწუხაროდ იმ უბედურებაზე, რომელიც დატრიალდა უკრაინაში. ანუ ხშირად ყოფილა, თქვა და კითხვა დაუსვიათ, რომ ეს ანუ უნდა გამოგვეყენებინა თუ არ უნდა გამოგვეყენებინა. ხა რა თქმა უნდა, ყველა შანსი, როდესაც არსებობს, რა თქმა უნდა, სწორია და არ მაგ არალეგალურზე საუბარი, რა თქმა უნდა გამოვიყანოთ ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შენ ქვეყანაში გექნება სიმშვიდე, როდესაც შენ
ღია დაფიქსირებ პოლიტიკას, რომელიც არის პრორუსული. პრორუსული პოლიტიკა დღეს არც ერთ ჩვენ მეზობელ ქვეყანას, არც აზერბაიჯანს, არც სომხეთს, არც არავის აბსოლუტურად არავის არ უჭირავს. ეს რას ნიშნავს, რომ ამ რეგიონში ჩვენ მარტო არავინ არ დაგვტოვეს. ახლა თუ აქამდე ჩვენ ლიდერის ფუნქცია ქონდა აღებული, ქონდა ევროპის მიმართულებით აღებული და არა ვთქვათ რუსეთის მიმართულებით და ეხლა ძალიან კარგად ხედავთ, რომ საქართველოსაა მხოლოდ მიმართულება აღებული, რომ ანუ პრორუსული ხელისუფლება ყავს თუ პრორუსული გუნდი მართავს ხელისუფლება არა, პრორუსული გუნდი მართავს და დანარჩენი ჩვენი მეზობლები ყველა არიან პროევროპული. ანუ განვითარებისკენ მივდივართ. ანუ ის ცივილიზებული მიმართულება თავიდან ბოლომდე ჩაიხურა, ჩვენთან არის მხოლოდ და მხოლოდ დევნა და ნუ ბოლოს არ ვიცი საინტერესო კანონი არის კიდე მიღებული, რომ თურმე ესე იგი მოწმეები ხო ყავდათ, ანუ მოწმეც თურმე საერთოდ საჭირო აღარ ყოფილა პროცესზე, შეიძლება ისე დაგიბარონ, რატო დაგიბარეს არ იცი და გაგასამართლონ. ახლა ამას თუ თქვენ ეძახით, არ ვიცი, ჩემო მეგობრებო, ყველას მინდა მოგმართოთ, ვინც ბიზნესში უბრალოდ კი არ მოღვაწეოთ, ხოლო და მხოლოდ და შექმნით, ანუ ვინც ბიზნესთან დაახლოებული ხარ და მუშაობთ, უბრალოდ, ვისაც საქმე გაქვთ. ეს როგორ შეიძლება ნორმალური იყოს ესე წყობაში მუშაობა, როდესაც ნებისმიერ დროს რაზეც უნდა გაგასამართლებენ. რა თქმა უნდა, ხა ესეთი კოშმარი არასდროს არ ყოფილა საქართველოში ნამდვილად, ხა ანუ ისტორია ნამდვილად ძალიან კარგად ვიცი და რო გადავფურცლო და უკან გადავიდეთ, ნამდვილად ესეთი კოშმარი არ ყოფილა. უბრალოდ დახვრეტის მუხლი არ არის, თორე ფიქრობ, რომ იმ ადამიანებს პირდაპირ მიაყენებდნენ და დახვრიტავდნენ, იმიტომ რომ არ დაჭირდებოდათ. ჩვენ საუბრობთ ძალიან საინტერესო კადრები გადიოდა სხვათა შორის, აი და არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ხა, როდესაც ქვეყნის სტაბილურობაზე საუბრობთ, ანუ ბიზნეს კლიმატის სტაბილურობაზე ვსაუბრობთ. ეხლა ნახეთ ჩვენ რიგი ბიზნესმენები, რომლებიც თავისუფლად ლაღად შედიოდნენ და ჩვენ ხედავთ რიგ ბიზნესმენებს, რომელსაც 3, 4, 5 კაცი დაცვა დაყვება და ზოგს 2 მანქანა. ანუ როდესაც ჩვენ დაცვა გჭირდება ქვეყანაში, ანუ ბიზნესმენს არ ვიცი, მე არაერთ ევროპულ ქვეყანაში მიწევს. ანუ რა თქმა რას ნიშნავს? ანუ ბიზნესმენი, როდესაც 2 მანქანა დაცვით დადის, ისთვის ჭირდება. მათ შორის მოდი ახლა იგივე მამუკაზე და ბადრიზე ვისაუბროთ ახლა, რა ვიცი, არასდროს მე ეს ადამიანები არ მინახავს რაღაცა მანქანები დაყვებოდეს, დაცვა დაყვებოდეს, ეს ხო სრულად აბსურდია, მით უმეტეს რომ ალბათ ხიფათი მათთვის გაცილებით უფრო მაღალი იყო, ვიდრე ვთქვათ იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც რაღაცა ეს ჯგრო დაყვება, რომ აი გაწიე, გამოწე, ანუ ეს არის თვითონ, არ ვიცი, მეტრია პირდაპირ მნიშვნელობით იმის, თუ რამდენად თავისუფლად სუნთქავს ბიზნესს. ესე იგი, რომ რისგან გჭირდება დაცვა, ან ვისგან გჭირდება, ეხლა როგორ შეიძლება რომ ესეთი რაღაც საჭირო იყოს. ამიტომ ესეც ერთ-ერთი ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, მოდი ამაზე ვისაუბროთ. ეხლა რაც შეეხება ფასებს, ძალიან კარგად ახსნა ბატონო, რომ აქ ეკონომიკური ზრდა ციფრებში გამოხატული ეს აბსოლუტურად არაფერი არ არის, იმიტომ რომ ძალიან მარტივი არის. შეიძლება ერთი ადამიანის მიერ განხორციელებულმა ტრანზაქციამ გამოიწვიოს ეკონომიკური ზრდა, შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ იყოს ძალიან მაღალი სავაჭრო ბრუნვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აისახება 3.600.000 ადამიანზე ზოგადად სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ რამდენიც დადო. ანუ ეს რა თქმა უნდა ჯიბეზე არ აისახება, ხა როდესაც ჩვენ უყურებთ ფასებს, ახლა ორივე დავდივართ მაღაზიაში და უყვირდებით ხო რომ რაღაცა ხილის და ბოსტნეულის შეძენა განსაკუთრებით, ანუ არ ვიცი, კატასტროფულ ფასებთან არის მისული, ანუ კატასტროფული ფასები არის დღევანდელ დღეს, ასე რომ აქ რაღაცა იმებზე საუბარი რომ თურმე საშუალო ხელფასი ამდენი არის, აქ ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რა თქმა უნდა ეს ციფრები არის, მაგრამ ციფრები თუ დეტალურად არ ჩაიშალა საიდან მოდის ეკონომიკური ზრდა და ეკონომიკური ზრდით სარგებელს ვინ იღებს? რა თქმა უნდა, ხა აბსურდული იქნება ნებისმიერ თემაზე საუბარი და ხა, როდესაც არსებობს დაუცველობის განცდა შენ ქვეყანაში, როდესაც გიწევს შენ დაცვით სიარული და შეშინებული ხარ, რა თქმა უნდა, შენ თუ იმ რეალობას ვერ აღიქვავ, რომ რა მნიშვნელობა აქვს, 10 ადამიანი იდგება თუ 300 ადამიანი იდგება თუ 300,000 ადამიანი იდგება, ქუჩაში გამოსული იქნება და გააპროტესტებს უკვე არ ვიცი 200 დღეზე მეტია, ხო, 220 დღე არის თითქმის გასული, აპროტესტებს იმ ყოფას, რაც დღეს ჩვენ ქვეყანაში ხდება, უყურებთ რომ არ აღიარებს არც ერთი ჩვენი პარტნიორი იმ არჩევნებს, რომელიც ჩატარდა და ყოველდღიურად ვიღებთ პოლიტპატიმრების, არ ვიცი, აურაცხელ რაოდენობას, არ ვიცი, ეხლა ესეთი სხვათა შორის ძალიან საინტერესო იყო, როდესაც ანა თქვენ საუბრობდით არაბულ ინვესტიციებზე, ხო? ანუ მემორანდუმი გაფორმდა, ხა არაერთხელ მისაუბრია, არაერთი ეთერი საშუალებით, რომ მემორანდუმი არანაირ კიდევ ერთხელ თქვენ ეთერი საშუალებით მინდა უბრალოდ ადამიანებს აუხსნა, ვისაც ბიზნესთან შეხება არ აქვს.
მემორანდუმი არანაირი ვალდებულება არ არის მემორანდუმში. მემორანდუმი მე და შენ შეგვიძლია გავაფორმოთ, დღესვე დავდოთ, რომ ხვალ მე რაღაცა პირველისთვის გავაკეთებ რაღაცას. მაგრამ ევროპასთან თავსებადობას შეხედავენ. მით უმეტეს არაბული ქვეყნებთან არავის არ ქონდეს ილუზია, რომ ეს არის პირდაპირ ამერიკა. ამიტომ რაღაცა ის ილუზიაში არ ჩავდე. აქ მათ შორის რუსებსაც კი არ აქვთ ინვესტორი, ანუ რუსები, რომლებიც ჩვენი პირდაპირ ტრები არიან, რუსებიც კი არ დებენ ამ ქვეყანაში ინვესტიციას, იმიტომ რომ არასტაბილური გარემო არის. დასაგებია. აი რა შეუძლია ახლა ბიზნეს, აი რა მინდა კითხო თქვენ საუბრის დასაწყისში თქვით ეს რაღაცა რომ კარგიაო რომ მიდის ეს საუბარიო ხო რომ მივიდნენ იქ და საუბრობენ არ ვიცი ზუსტად რაზე, იმიტომ რომ კობახიძის ინიციატივა და ეკონომიკური გუნდიც ესწრება, ანუ შეიძლება პროგნოზირება, მაგრამ ნახოთ სხვა საკითხებს რამდენად შეეხება საქმე. აი იმ დეკემბრის მერე რომ როგორც განვითარდა მოვლენები იმის გათვალისწინებით, აი არის როგორ ფიქრობ, აი შეუძლია გავლენას მოხდენა ბიზნეს მისი პოზიციონირებით ახლა ხელისუფლებაზე, ანუ რას გულისხმობ იცი რომ აი რაღაცაზე შეჯერება შეთანხმება, როგორ უნდა მოხდეს თქვა უფრო უკეთესი სურათის ჩვენება იგივე ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, ეს ამ ადამიანების ნაწილი დეკემბერში თუ ფიქრობდა რომ ძალიან მძიმედ დაირყვა ადამიანის უფლებები და ასეულობით ადამიანის სასტიკი ანგარიშწორების შეფლი გახდა და დააკავეს და ასე შემდეგ. ანუ ვითარება ხომ არ გაუმჯობესებულა, ხო? მათი განაჩენები დგება ახლა ამ დაკავებულების და ამ ნაცემ ადამიანებზე არავინ გამოვლენინა პასუხისმგებელი პირი. ანუ შესაბამისად, აი რა უნდა იყოს ახლა ძირითადი საკითხები, რის გარშემოც აი მოდი ეკონომიკაზე საუბართან ერთად, რაზეც შეიძლება რომ აი რაღაცა არ ვიცი გაალღოს ვითარება. დეკემბრის შემდეგ არათუ არა რაღაც ანუ ისე სტაბილურად კი არ წავიდა თქვა პირობითად ვიძახე დეკემბრის შემდეგ ღითი დღე უარესდება რა თქმა უნდა სიტუაცია და ძალიან მაინტერესებს რა თქმა უნდა იმ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლების კითხვები რომლებიც იქ არიან რომლებიც დეკემბერშიც ესწრებოდნენ და მათი მოთხოვნა იყო რომ თქვათ იგივე იმ ცემატყეპასთან დაკავშირებით რაც ხდებოდა და იმ ბავშვებთან დაკავშირებით რომლებიც არიან პირდაპირ მნიშვნელობით ტყვეობაში ანუ მათი კითხვები ძალიან საინტერესოა და ვფიქრობ ეხლა როდესაც რაღაცა საუბარი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თქვათ, იყო განცხადებები, რა თქმა უნდა, ერთ შეხვედრა საკმარის შეიძლება ესე არ იყოს, მაგრამ იმ შეხვედრაზე, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია რა კითხვები დაისვება და ზოგადად ბიზნეს, რამე მოთხოვნა ექნება ხა, როდესაც საქართველოში ფინანსური ინსტიტუტის შემქმნელი ორი ადამიანი იძულებით პოლიტიკაში წასული და ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა, როგორ რანაირად დღეს არის არასწორ პატიმრობაში, იმიტომ რომ ამ ადამიანების მიმართ სწორედ ამას გამოხატავდა ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, რომ როდესაც არის ჯარიმა და როდესაც არის პატიმრობა, სრულიად მარტივად შეიძლებოდა ყოფილიყო ჯარიმა გამოყენებული, მით უმეტეს, როდესაც ეს პარტია მზაობას აცხადებს არჩევნებში მონაწილეობაზე. ანუ მიუხედავად იმისა, რომ დანარჩენი პარტიების 90% თითქმის შეთანხმებული იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ და რა თქმა უნდა ეს არის სწორი პოლიტიკა, მაგრამ ეს ადამიანები ამის მზაობას გამოთქვამდნენ, ანუ მაინც დაატუსაღეს. ანუ რას ნიშნავს ეს? რომ ამათ არანაირი არ ვიცი, აქ არ არსებობს არანაირი ბრძოლის წესები. ეს არის რეჟიმი, რომელსაც უნდა რომ ყველას და ყველაფერს გადაუაროს და რა თქმა უნდა, ხა თუ ოპოზიცია არ არსებობს, ხა იმ ბიზნესმენებს მინდა ვკითხო, თუ ოპოზიცია ზოგადად არ არსებობს, ოპოზიციური ტელევიზიები არ არსებობს, როგორ გონიათ, რომ მათ რო პრობლემები შეექმნებათ, ვინმე ხმას ამოიღებს და მიაწვდა. და ეს თუ რა უნდა ვქნა, თუ უნდა დავხუროთ ეს ქვეყანა. ძალიან მძიმე ვითარება, ეს მძიმე ვითარება ნამდვილად არ ყოფილა და ვისურვებდი, რომ სწორი ანალიზით გამოსულიყვნენ და სწორი კითხვები დაესვათ იქ ქართული ოცნების თავმჯდომარისთვის, სადაც არიან მისული შეხვედრაზე. დიდი მადლობა, ივა, დაგემშვიდობები.